Aurora is a symbol of a company and is a symbol of made in Italy, 100% made in Italy. But apart from that, is also, let's say, an emblem of culture. Writing is representing culture. So inside the company, we have different pieces of artists that reflects, let's say, represents the work of art of calligraphy and art. მოკლედ შემოვედით მეგობრებო, უშუალოდ შიგნით, ესე იგი, მთლიანად ავრორას ტერიტორია და კომპანია მოიცავს 10,000 კვადრატულ მეტრს, რაც არის ძალიან დიდი ტერიტორია. არ ვიცი, მარიამ, აი აჩვენე ირგვლივ, იქით არის წარმოება, ესე იგი, ყველაფერი იწყება A-დან Z-მდე, ანუ 0-დან ბოლომდე მზადდება ყველაფერი აქ, იწარმოება როგორც კორპუსები, ასევე წვერი, ასევე გუშის სისტემა თუ იქნება ეს თავსახური თუ კლიფი თუ ნებისმიერი რამ. მოკლედ ტერიტორია მოიცავს როგორც საწარმოს, ასევე ლაუნჯს, ასევე მუზეუმს და ყველა ასე ვთქვათ ამ დანაყოფებს, რაც ერთიანობაში ძალიან შთამბეჭდავია, მინდა რომ გითხრათ. პირველი გავეშურეთ სივრცეში, სადაც მიმდინარეობს წარმოების პროცესი და შესვლისთანავე კედელზე დაგხვდა გამოსახულება, რომელზეც დატანილია სრულად ის პროცესი, რასაც გადის თითოეული კალამი დამზადებისას. ამ კედელზე გამოსახულია ყველა ის ეტაპი, რასაც თავიდან ბოლომდე გადის წარმოების პროცესი და აი ძალიან შთამბეჭდავია რა, აი ყველაფერი ამ სივრცეში კეთდება მეგობრებო, ყველაფერი. მეგობარი მესტუმრე. Buongiorno. თავიდან ბოლომდე როგორი წარმოება ყველა დეტალი და არც ერთი დეტალი არ არის იმპორტირებული ჩინეთიდან. ხას უსმევ, არც ერთი დეტალი არ არის იმპორტირებული ჩინეთიდან. ყველაფერი იწყება აი აქ, ამ ადგილას და არის ძალიან დიდი ტერიტორია. ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ მიუხედავად ძალიან ბევრი ეკონომიკური ცვლილებებისა მსოფლიოში, ავრორამ შეინარჩუნა წარმოების ხარისხი და ის თავს იწონებს ამით, რომ 100% არის made in Italy. ეს როგორც აღნიშნე არის აუროლაიდი, რასაც ყიდულობენ ცალკე, მერე იჭრება, მუშავდება აი ამ დონეზე, წარმოიდგინეთ და უბრალოდ ეფექტი ნახეთ. ეს არის სილამაზე, ერთ სიტყვაში. ულამაზესია. ეს აღსანიშნავია, მარიამ. ებონიტია, პლასმასი არ არის, ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის. იმისთვის მეილნალმა რო იჯონოს სწორად. And then these are all the passages for the ring. You can take a picture here. ეს ნაწილდება უკვე დამზადებული ნაწილები და შემდეგ სულ ხელით იწყობა ყველა დეტალი. ყველა დეტალი არის ამის შემდეგ ხელით აწყობილი. Let's say if it's metallic or cellular or auroloid or let's say resin. მაგრამ ნახე, ყველა ნაწილი აქ პრიალდება რა უკვე ამ დანადგარებზე. ეს ყველაფერი აქ პრიალდება. ყველა იმ ფერში მეგობრებო, რაშიც გვინახავ ჩვენ ავრორას ოპტიმა. ოპტიმა არის ყველაზე პოპულარული, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოდელი და სწორედ ოპტიმა იშლება აი ამ ფერებში. ყველა ის ფერი, რაც კი მინახავს, ანუ აი აქ არის ამ მატერიალით წარმოდგენილი. საოცრებაა. Ortigia, Cremona, and the last one is the labyrinth of Villa Barbarigo. ნახეთ, გული, ანუ კალმის რეფილი რაც არის, ფურფულიანი, როლერი ასე შემდეგ, ესენიც აქ მზადდება. ანუ ესენიც არ არის იმპორტირებული, ამის თქმა მინდა. ანუ რაც არის ავრორას პროდუქცია, ყველაფერი არის იტალიაში დამზადებული.
ანუ ყველა დეტალი ასე ვთქვათ, ის რაც არის ნაწილები, აი ეს აწყობდება და შემდეგ უკვე აწყობის დროს, რაც სჭირდებათ, აქედან გადააქვთ იქ ნახე მარიამ და იქ აწყობენ. აი ნახე ყველა დეტალი აბსოლუტურად. You see very well. She is lacquering the engraving in red. One I by see that. one, handmade. We are maniac of details. Yeah, that's, Yes. it's really very, very All the important. pens from 100 euro up to 3,000, 30,000 euro is handmade. Also the glue is done here. Well, Buongiorno. vengono dalla ანუ Georgia. ნახე რა აღნიშნა? Yeah, from Georgia. ანუ ის აღნიშნა რომ 100 ევროც რო ღირდეს კალამიო და 30,000 ევროცო მნიშვნელობა არ აქვს. ორივე ხელით არის აწყობილი. ერე კიდე მეკითხებია რა დროს კალამიაო. Have you seen the materials before? This is what is called cremona, the material Cremona. PMMA that I showed you before. იქ რომ ნახეთ. And this is the Optima, the Yeah. green material that you saw before. So And, nice. Lighting. brava. And this is a new pen called Fra Mauro აჰა. that represent a limited edition that represent a wonderful antique map that is in Biblioteca Vinciana in Venezia that represent the, let's say, the world. 1460. You see, all the spare parts, as I told you, is handmade assembly. We need a pen. We need a pen, and she's looking for the spare parts on this machine. Really great. Because the pen is, if you really make the pen, produce the pen, is a lot of small spare parts that you have to assemble. Yeah. Yeah, it's For not. sure. ანუ ყველა წვერი იწყობა აქ. აი ამ დანადგარებზე, შემდეგ გადადის იქ. უბრალოდ ამის გადაღება ჩვენ თვითონ არ შეგვიძლია, იმიტომ რომ ეს საიდუმლოა ამ კომპანიის, მოგესწრებათ რომ წვერის წარმოება ძალიან დიდი ნაბიჯი არის კალმების წარმოებაში, ამიტომ ყველას თავის საიდუმლო აქვს, ამიტომ აქ შეგნით ვერ გადავიღებ, თუმცა ნახოთ რაღაცებს გავტესტავ ალბათ. წვერის წარმოება ეს არის ის, რითაც ყველაზე მეტად ამაყობენ კალმის მწარმოებელი კომპანიები. და რატომ? პირველ რიგში იმიტომ, რომ წვერის წარმოების ფუფუნება სულ თითზე ჩამოსათვლელ კომპანიებს აქვთ. ვინაიდან ეს არის უაღრესად კომპლექსური და რთული პროცესი. კალმის წარმოებაში ეს არის ეტაპი, რომელიც დანადგარით არ კეთდება და საჭიროებს უაღრესად დიდ ცოდნას, გამოცდილებასა და დროს. სწორედ ამიტომ, მხოლოდ ერთეულ დიდ ბრენდებს აქვთ წვერის წარმოება, რითაც ორმაგად არიან დაფასებული აღნიშნულ სექტორში. Some calibration, right? Yes, Yeah. one by one. Then we polish the nib, we clean the nib, and we put it at the final stage on the pen. ნახეთ მეგობრებო, როგორ იტესტება. სანამ ესთან იქამდეა, სანამ ეს სამი შემდეგ უნდა მოხსნას, ისევ დაშალოს, უნდა გაპრიალდეს და შემდეგ ისე უნდა იწყოს თავიდან. ძალიან ხანგრძლივი და დიდი პროცესი არის იმისთვის, რომ თქვენამდე მოიტანონ წერის საუკეთესო გამოცდილება. Here are all size of nibs? Yeah, allora they are, let's say, they are touching, so extra fine, fine, medium, broad, calligraphic. Then we have other calligraphic set, everything is written, calligraphic stuff, I see. italic and so on. And here we have what is called for the Asian way of writing, that we call it CM, we call it OMR, and we call it CA. Means I see. these pens are for the Asian way of writing that they have to do ideogram. აჰა. Very thin and very broad. I show you this. It's like Omniflex, right? It's not flex, I show you. Allora, guarda, this is for the Chinese way of writing. როგორც ლინდამ უკვე აღნიშნა, აქ წარმოდგენილია ავრორას მოდელი Optima ყველა ზომის წვერით. განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ის ფაქტი, რომ ცალკე ხაზად გამოყოფილია კალიგრაფიული მიმართულება და ასევე კალმები, რომლებიც სპეციალურად შექმნილია აზიური ამბანის ასოების საწერად. სწორედ ამ დეტალებშიც ჩანს თუ რამდენად დიდია ბრენდის დამოკიდებულება და ზრუნვა თავისი მომხმარებლების მიმართ. რაც შეეხება წერის გამოცდილებას, ეს მართლაც უმაღლესი დონისაა.
სასწაულია წერის დროს რა. სასწაულია, ნახეთ აი უბრალოდ. ავრორას აი წერის გამოცდილება არის სასწაული. ძალიან მაგარია. ეს არის ის ბელნები, რომლებსაც აწარმოებენ ფერების მიხედვით და სახელწოდებით. ყველა ფერის მელანია აქ წარმოდგენილი და ამასაც აქ აწარმოებენ. Okay. We start from a rectangular strap. Then we do 4 passages, 4 passage to laminate it. First, second, third and fourth. And then we cut shape. Then we cut the holes. Then if you see, we just, let's say, we do the furnace, then stamp 18 carats, drawing, and then we weld the iridium, and then the upper surface, shape tip, tumble polish, cut, and then at the end hand polish. მთელი პროცესი არის აქ წვერის. განხილული აბსოლუტურად როგორ იწყება, თავიდან რა ნაწილი არის ოქრო, შემდეგ როგორ იჭრება, როგორ ამოდის ფორმა, როგორ გადადის, როგორ შტამპი როგორ ედება. რამდენი ეტაპი უნდა გაიაროს წვერმა წარმოიდგინეთ რა. ყველაზე მეტად რამაც გამაოცა, იყო ის ფაქტი, რომ მათ შენახული აქვთ თითეული მოდელის ნაწილი 1919 წლიდან მოყოლებული. შეხედე ნაწილებს. Because since 1919 we have the small parts. 1919 წლიდან არის ყველა ის ნაწილი. წარმოიდგინეთ, ანუ რესტავრაციას ყველა ასაკის კალამზე აკეთებენ. მნიშვნელობა არ აქვს, რომელ წელს შეიძინეთ და რომელი წლის მოდელი გაქვთ. Welcome. Red is our color, and you can see everything is related with red because it's passion, is Aurora. This is, I want to show you something. Wow. Bosio, buongiorno. Here there is, let's say, the history of Aurora. All the pens, all the things, what we have created in the past. The iconic pen 88. Here and there are all the sketches of Aurora. This is only for one pen. როგორ იწყება ერთი კალამის არქიტექტურა? Exactly. ნახეთ. შეხედეთ უბრალოდ რა. როგორ არის აწყობილი მხოლოდ ერთი კალმის, ერთი მოდელის არქიტექტურა. დიზაინი, წონა, ბალანსი, რაც უნდა ქონდეს ყველაფერი. If you can see all the different things. And this is one pen. So here we have all the pens of Aurora. ეს მხოლოდ ერთი კალამია. რამდენი მოდელი აქვს Aurora-ს? ზუსტად არ ვიცი. ძალიან ბევრი. შეიძლება თვითონაც არ იცოდნენ ზუსტად. მართლა. იმიტომ რომ ძალიან ბევრია. წარმოიდგინეთ, 125 წელში რამდენი მოდელი უნდა გამოეშვას. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და შთამბეჭდავი გამოცდილება პირადად ჩემთვის, როგორც კალმების მოყვარულისთვის. განსაკუთრებით სასიხარულო იყო შეხვედრა Aurora-ს წვერის ოსტატთან, რომელიც უკვე 50 წელია ამ პოზიციაზე მუშაობს კომპანიაში. სწორედ მის გაცნობასთან ერთად გავიაზრე თუ რა უდევს საფუძვლად იმ უჩვეულოდ მაღალი წერის ხარისხს, რაც ამ ბრენდის კალმებს ახასიათებს. დიდი პატივი იყო ასევე კომპანიის პრეზიდენტის გაცნობა. მისი გამოცდილებისა და ხედვების გაზიარება ჩვენთვის განსაკუთრებით ღირებული აღმოჩნდა. მათ გუნდთან ერთად გავატარე ერთი სრული დღე და მაქსიმალურად ვეცადე გამეზიარებინა მათთვის ჩვენი ქვეყნის ისტორია და კულტურა. საკითხები, რომლებიც უმნიშვნელოვანესია ამ სფეროში. სამწუხაროდ მუზეუმში გადაღებული ვიდეო მასალა დავკარგეთ, თუმცა შემდეგ ვიზიტზე აუცილებლად ცალკე გავაკეთებ მუზეუმის ვიდეოს. Benvenuto dalla Georgia in Italia.